გუშინდელი ოპოზიცია დღეს მთავრობაში ხართ. ხოლო ის ვინც დღეს ოპოზიციაშია, შესაძლოა ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს, თქვენ წარმოვიდგინეთ. ყოველივე ეს არის ის, რაც ჩვენ ყველა მეტად უნდა ვაღიაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ჩვენ ხალხო არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები. ეს კამპანია იყო რთული, უხამსი და გესლიანი და ალბათ ყველა მხრიდან. მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერთს წარმოადგენთ. არა მის ნაწილს, მთელ ერთს, მრავალ ეთნიკურ ქართულ საზოგადოებას. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო. ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა. დაგვიდგა დრო, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, როგორც ლაპარაკობთ, გავაგრძელოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის პროგრესი, განავითაროთ ჯანდაცვა. მე ვუსურვებ უმრავლესობას, არა მხოლოდ არაფერი არ დაანგრიოს და გაუარესოს, რაც დარწმუნებულია არ სურთ. არამედ შეძლოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ხალხს მიეცით. ხოლო უმცირესობას ვუსურვებ, რომ ჯერ ერთი იყოთ ოპოზიცია, რომელიც მთავრობას დაეთანხმება, როცა მთავრობა სწორია. და იქნება კონსტრუქციულ ოპონირებაში, მაგრამ იქნება აბსოლუტურად მოუსვენარი და შეურიგებელი. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იტყვის. რას გვარიგებენ და რა წაიღეს ტვინი ამ ევროპელებმა? ვინ ეკითხებათ მაგას ჩვენ ქვეყნის შიგნით რას გავაკეთებთ? რა მაგათი საქმეა? გვინდა დავიჭერთ, გვინდა მოხსნით, გვინდა ვცემთ, გვინდა ყურით გამოვათრევთ, გვინდა კომბალს ჩავარტყავთ, გვინდა გავატყავებთ? და საერთოდ თავი დაყოლება და ჭკუას მოგვასწავლია. მაგრამ მე მინდა ყველა შევახსენო. ის რომ ამ გუმბათზე ფრიალებს ხუჯურიან დროშა, ის რომ საქართველოს დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია. არის მათ შორის გარდა იმისა, რომ ქართული ხალხის დიდი გმირობის, ასევე იმ ევროპელი ლიდერების დამსახურება, რომელიც სარაკეტო დაბომბვის საფრთხის ქვეშ იდგენ მრავალ ასობით ათასი ადამიანი იმ დღეებში მოდიოდა მიტინგებზე თბილისის ცენტრში. მათ უთხრეს, რომ თუ ჩახვალთ ჩამოვაგდებ ჩვენ თვითმფრინავს, მაინც ჩამოვიდნენ, დადგნენ, ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს, ჩაკვიდეს ჩვენ ხელი და გადაღარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა. როცა რუსული ტანკები იდგნენ თბილისთან. ამერიკელებს რატომ მოწოდეთ? რატო ჩამოდიოდა ბუში? ჩვენ ისე შევეჭოდით ბუში, ჰილარი, იქ ობამა მიიღებს ყოველ წელს თეთრ სახში დავდიოდი, იქ რა ქვია, ბაიდენი ჩამოვიდა, ხან ცეკვავდნენ აქ, ხან ალამ გუმბათზე დადიოდნენ და ასე შემდეგ. რამდენი 5 მილიონიან ქვეყანაში დადიან ეს? ჩვენ გვაგონა რომ თუ გონიათ რომ ყველას გაუგია რომ ღვთისმშობლის წინააღმდეგ ქვეყანა ვართ. ეგონა ბუშის მოტივატორი გონიათ ეგ იყო? საქართველოს იყო განსაკუთრებული ქვეყანა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი, განსაკუთრებული ხალხი, განსაკუთრებული მთავრობები ღვთისმშობლის. და თუ ეს ყველაფერი აღარ იქნება, იცით რამდენი გაუბედურებული მეორე ხარისხოვანი ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც არავის არ აინტერესებს, რაც არ უნდა მოხდეს. ამერიკის სამხედრო ფლოტი მე-6 ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ, როცა რუსული ტანკები მოდიოდა, 6 პრეზიდენტი იდგა აქ, ამერიკის ფლოტი დაიძრა. თითქმის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. საქართველოს გულისთვის. წარმოუდგენელია და ამან გააჩერა, თქვენ ხო მართლა არ გონიათ, რომ კეთილნები და მართლა გონიათ, რომ რუსებმა იომეს საკენისთვის, აჯარასთვის, დაბა ახალგორისთვის, ქურთისთვის, კეხვისთვის, თამარაშენისთვის ამ ხელა ზიანი მიიღენეს. უზარმაზარი ზიანი მარტო იმ წელს რუსეთიდან გავიდა 700 თუ 800 მილიარდი კაპიტალი მარტო ამ ომის გამო და აღარ ვლაპარაკობ საერთაშორისო ზიანზე და გამოჩნდა მართლა გაუბედურებულ ქვეყნად. როგორ გადავჭით იმის გამო, რომ ჩვენ დავდექით, მაგრამ თელი მსოფლიო დაგვიდგა. როგორც კი პროკურორები დაიწყებენ მოსამართლეების დაბარებას დაკითხვას. როგორც კი პროკურატურა გადაიქცევა ჩვეულებრივ ჭორბიუროდ. როგორც კი იტყვიან, რომ ხალხს ასე უნდა და მოდი კომბლებით შევიდეთ და ცემოთ დეპუტატები და ყველას თავი გაუჩეჭოთ და გველის წილები და ასე შემდეგ ამ ტერმინებით დავიწყეთ ლაპარაკს. როგორც კი ყველაფერი გაჩერდება, როგორც კი ჩავაბნელებთ ჩვენ განათებულ ქალაქებს, რომ ვითომ ეკონომიის მიზნით. და ასე შემდეგ და როგორც კი დაბლოკავთ და წინააღმდეგობას გავუწევთ, როგორც შევიტყვეთ ევროკავშირის და ამერიკის შემოტევას, წინააღმდეგობას გვიწევთ? კარგად იყავით გვეტყვი, რა წინააღმდეგობას არ კიდათ ნუ გინდათ. თქვენ გონიათ კალთებს შემოგოხევენ? ეს უნდა გავაცნობიეროთ კარგად, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ თუ დავჭირთ დაუცველი ჩვენ მომკითხავით, აღარავინ აღარ იქნება ისევ. შევარდნათ ყვებოდა ევროკავშირი, ნატო, ყველაფერი დახოდა, მაგრამ კახათ არ გამაძიეჭდა აქ და სხვა ჩვენს იგივე ხალხი, ვინც ახლა ყველა თანამდებობაზეა ხა. ისინი რო ყავს თანამდებობაზე, რა ევროკავშირი ნატოს გველაპარაკებთ საერთოდ. არავის სასაცილოდ არ ყოფილა, ხო? მოდით რა, რაც ავაშენეთ, ნუ დავანგრევთ, თუ უკეთეს ააშენებენ, მე დავუკრავ პირველი ტაშს, ვიქნებით ძალიან ბედნიერი. ხალხს მივხედოთ, ხალხს. ეს არის ახლა მთავარი და შევწყვიტოთ ისეთი უცნაურობების კეთება, რომ მართლა გასაოცარი დემოკრატია ევროპა ჯერ გაოცდება, მე აღშფოთდება, გაბრაზდება და მე შეგვაქცევს ზურგს. როგორც გაუკეთებია რა შემთხვევაში. ხელისუფლება საქართველოში ეკუთვნის ქართულ ხალხს, საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებას. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის მხრიდან ან ჯგუფის მხრიდან ეს ხელისუფლება მიითვისოს, როგორც წესი, არაფერი კარგის მომტანი არ არის ამ მიმთვისებლის მიმართ და ასევე რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, ეს გაკვეთილები ყველა მთავრობამ მისწავლა, მათ შორის ჩემო მთავრობამაც. მე ნამდვილად არ ვამბობ, რომ ჩვენ ამ იდეალურები ვიყავით, ბევრი შეცდომა ჩვენს მოგვივიდა, მე არ მინდა რომ ამ მთავრობამ გაიმეოროს იგივე შეცდომები. ამიტომ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ, მე მინდა რომ ვისწავლო ამ მთავრობამ გააგრძელოს წარმატებული განვითარება საქართველოში, ჩვენ ნამდვილად არ ვართ დაინტერესებული საქართველოს რაიმე სახის პრობლემების შექმნაში. ქეკვა რაღაცა იმაში.
ბინძურ თეთრეულში, იქ ზედმეტი 100 ლარი ხوار გადაიხადა 500 ლარი 700 ლარი. დავამთავროთ რა. ხო ვიცი თუ თავრობამ გააკეთოს საქხალს მოყვეს რა საქმე გააკეთა. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ შემდეგი 5 თვე ეხლა დაიწყება მოყოლა იმისა პრეზიდენტი რას აკეთებს სად დადის დედას რამდენი დაყვება ცოლს რამდენი დაყვება ის საქმე აკეთეთ რა. მოდით რა ვილაპარაკოთ იმაზე. ახალი პროექტები რა იწყება? ვილაპარაკოთ იმაზე რომ რო ვიძახით რომ 3 ფონდი ახალი იქნება. ერთი ფონდი იყო ძალიან მაგარი შექმნილი. იმ ფონდით მაინც რამე გააკეთეთ. იმიტომ რომ მეც რაღაც გამეგებ ეკონომიკაში და ზუსტად ვიცი რომ JP Morgan საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2% კრედიტს არ მიცემს. ეხლა ეს ღაპრები შეუძლიათ მოუყვენ საბავშვო ბაღის რომელიმე ბავშვს. და ვისაც ეკონომიკაში რამე გაიგება, ყველა მიცის რომ დღესდღეობით რაც თორემ აჭარაში თქოს 40 მილიარდი ფული ჩაიდება. ეს არის დაცინვა აჭარის საზოგადოების. მე თქვენ გეტყვით რომ სულ ამ წლებში ბათუმის თელი აყვავება მაქსიმუმ დაჭდა 2 მილიარდი. 40 მილიარდი ეს იქნებოდა ეს სამმაგი დუბაი. რა 40 მილიარდი? როცა ჩააბრუნეს ყველაფერი რაც დღეს იქ არის. დიდი სამბით და დიდი ზარზემი. რა 40 მილიარდზე ელაპარაკებთ ხარ? რატო დასცინეთ? სოციალური სახლების შენელობა შეაჩერეს. მალნეულის ბიუჯეტი 20 მილიონი 8 მილიონი გახდა. ბათუმის ბიუჯეტი იყო 230 მილიონი 80 მილიონზე ჩამოიყვანეს. და ყველაფერი ეს გადაყრილია სოციალურ ეგრეთ წოდებულ დაპირებებს. კარგი, წელს სოციალურ დაპირებებს დავხართ. რაღაცნაირად თავრობა გაიტანს. თუ განვითარებაში არ ჩაიდო ფული, ხვალ რას შევჭამთ? ხვალ საიდან მოვიტანთ თანხებს? ხვალ რა იქნება? ამაზე ხო არ უნდა ვილაპარაკოთ დღეს? ხვალ დაზე ამ ქვეყანაში არ უნდა ვიცხოვროთ? ხვალ დაზე ჩვენი შვილები და მასე ჩვენმა შვილებმა არ უნდა იკითხონ კითხვა რომ რატო დახარჯეთ ესები? კარგი, შეჭამეთ რაღაცა გააკეთეთ. მერე ხვალ დაზე რა უნდა ჭამოს ხალხმა? თუ არ ჩაიდო ფული განვითარებაში, თუ არ ჩაიდო ფული ხვალიდელ დღეში. ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმას კი არ გვიყვება რატო უნდა აშენდეს? ხიძე, თბილისის ხიძე. მოყვე რატო არ უნდა აშენდეს? არ აშენების სამინისტროა რა. არ კეთების სამინისტროა და წინა სამინისტროების დაგმობის სამინისტროებად გადაიქცა. ყველა სამინისტრო არის ცალკე აღებული პროკურატურა. რომელიც ყვება რატო იყო წინა სამინისტრო ცუდით. მოგეთ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გადავიკიდეთ 100,000 მეტი ადამიანი სამსახურიდან გავუშვით ვიღაცების კორუფციაზე პასუხი აგებიას, ვიღაცების ფული მოატანიას. ამიტომ ჩვენ მე გადავდგები და აცი თქვენ გადაწყვეტეთ ხალხს გაძლევთ უფლებას გადაწყვეტოთ აქ ჩემი სკამი გადმოგეცეთ თქვენ ქართულ ხალხს. თქვენ გადაწყვეტეთ უნდა დამიბრუნოთ თუ არა ეს სკამი ან გადაეცეთ ვისაც გინდათ გადაეცეთ. ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს. ქართულმა ხალხმა იმსჯელა საკმაოდ ხურვალეთ და 53 თუ 52 ნახევარი თუ 54 გაჩერდა როგორ დაიწყეთ იმიტომ რომ რაღაც ბიულეტენს ზოგიერთ პატილი ბიულეტენი დაშინა პროცენტი ხმით ეს სკამი დამიბრუნა მე. ეს პირველი ეპიზოდი. დამისახელეთ სოფლიოში. ხო აგერ ხართ ხალხი კაცობრიებული, ბევრი ლიდერი რომელიც გავს სიტუაციაში ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე ბოლო 40 წელიწადში მახსენდება შეიძლება ერთი ხელის ჩამოთმაზე ერთ ხელზე ჩამოსათვლელი 5 თითით შეიძლება გადაჭერებოდა. ეს ასია. ეს ყვარი უთხარი ფაქტი. ეს ფაქტი რას ადასტურებს? ვარ მე დიქტატორი თუ არა? მეორე ფაქტი, გასულ წელს, როცა თელი ოპოზიცია ყვიროდა რომ ეს აუცილებლად გააყალბებს არჩევნებს, აუცილებლად ჩაიდნენ საშინელებებს და რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება არჩევნებში, უნდა მოუწოდოს პოსტარჩევნო ამბებისთვის. არჩევნების ეგზიტ პოლების გამოცხადებიდან და რომელზეც იძახდნენ რომ ეგენიერი მაგათი ეგზიტ პოლები და თვითონ აკონტროლებენ ყველაფერს, ზუსტად 5 თუ 7 წუთში დავჭექი, არავის არ მიკითხავს და ვთქვი ეგზიტ პოლების მიხედვით როგორ ჩას მოიგეს ამათ არჩევნებში, დავდოთ საბოლოო შედეგებს, მეორე დღეს საბოლოო შედეგები როგორ ვთქვი როგორც ყველაფერი ნათელია, ნაციონალურ მოძრაობა გადის ოპოზიციაში, ოპოზიცია დღევანდელი ხდება მთავრობა. ეხლა აი ეს გავაკეთე მე რამდენი თვეში. მე ამის შემდეგ მოხდა შემდეგი რაღაცა. იმ კონსტიტუციით რომელიც ამათ ერთი დღე არ გაუპროტესტებდა, არასო ეხლა გაახსნა კონსტიტუციური დიქტატურა და რაღაც სრულ სისულელებს ლაპარაკობენ. ამ კონსტიტუციით მე შემეძლო არ მიმეცა თავდაცვის მინისტრის პოსტი, იუსტიციის მინისტრის პოსტი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. სიტყვაზე შემეძლო დამეტოვებია შინაგან საქმეთა მინისტრად ვანო მერკვიშვილი, იუსტიციის მინისტრად არ ვიცი ხა ზურადიშვილი ალბათ გადარჩებოდა, მაგრამ ნუ ვინმე, სიტყვაზე გიორგი ვაშაძე და კიდე თავდაცვის მინისტრად კიდე ვიღაცა ეგეთი გამოგწესებია. მსგავსი არაფერი არ გავაკეთე. მივეცით ეს ყველაფერი და უთხარით, ეხა არ დაგვიწყოთ ლაპარაკი. რის ეჭვიც ქონდა რომ დაიწყეთ. რომ ხელი გვეშლება. იმიტომ რომ ამას აქვს ჯერ კიდე ბერკეტები მთავრობაში. ხელს გვიშლის თორე რომ ჩვენ რო გქონდეს ეხა იუსტიციის მინისტრის პოსტი, ეს პოსტი, აუცილებლად ჩვენ დავუყარებთ ეს. ამიტომ ეს რა რითქოთ მივეცით. ეხლა რა გვესმის? ეხლა გვესმის შემდეგი რაღაცა. ნუ დაპირებები იყო ხურვალე, რომ სააკაშოს 1 ლარი მიახს სახში, ამიტომ ბენზინი ორჯერ გაიაფთება და თბილისში ყველა ტაქსი შეეროდა, ხო ვიცი? თბილისში ძახო და ჩამოვიდა ჩემი მეგობრი აეროპორტში. ეხლა მაგარი ცხოვრება წავა, სააკაშოს რომ მაქვს 1 ლარი, ეხლა იმ მოტაგმოგება ძმაო გაიაფთება. ამ ტაქსისტებმა წაგვაგებიეს არჩევნები. ნაწილობრივ. ამიტომ შემოძმეო ტაქსისტებო შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ მოგატყუეს. იმიტომ რომ არავის არაფერი ასად არ მიქონდა. არაფერი არ მიქონდა, მით უმეტეს თქვენი ბენზინის 1 ლარი. ასე რომ ესე იყო, არც ეს მოხდა, აღმოჩნდა რომ არც დენის გაიაფების დიდი ტრარიფი არ არსებობს, არც გაზეთი და წავალ წინ. და რაც რომ მეტ პლუს დაუმატეთ, თქვენ მოგეწერება თქვენ დაულოცილება, იქნება უვიზო მიმოს ევროპასთან. ვინ დაიჯერებს რომ ამაზე 4 წელი ჩვენ მუშაობთ. იტყვით რომ აი როგორც იმის დახურვაზე რა ქვია, ციხის, იტყვით რომ ჩვენ გავაკეთეთ. კი ბატონო, ეხლა
თქვენ გააკეთეთ უიზომიოს ევროპას. საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდა რო ჩაჯდება და ისარგებლებს ევროკავშირის უფასო სწავლის პროგრამით, ჩაჯდება ჩვენ მიენაშენებულ ქუთაისის აეროპორტში ჩავა 50 ევროთ და მისი პასპორტში გაატარებთ ჩვეულებრივად ის ეთქვის მადლობას მაშინდელ საქართველოს მთავრობას. და რა თუნდაც იმ ხალხს მანამდე 7-8 წელიწადი აშენებდა ამას. ეს ჩვეულებრივი პრინციპია. იმის შემდეგ მე მთავრობა რაღაც კარგს გააკეთებს, იმის შემდეგ მომთავრობა იმას ეთქვა მადლობას. მაგრამ თუ ეს მთავრობა მოანდოებს, შემდეგ რამდენიმე წელს იმის ლანძღვა ჩვენ რა გავაკეთეთ, თვითონ ვერაფერს ვერ მიიღებს. და ესე და ვიქნებით მოჯადოებაზე. მე იმის შემდეგ მთავრობა ამას გალანძღავს და ლანძღოთ ასე ერთმანეთს და ქვეყანა იყოს ერთ ადგილზე. ეს ხო ამასობაში ქვეყანა წავა უკან და ამასობაში ვალერი ხაბურზანი არ ვინმე ეგეთი ელემენტი გახდება აქ სიტუაციის დამლაგებელი და გამოკვევი და ეს არ უნდა მოხდეს ნამდვილად. თქვი რომ შეცდომა მოგვიდა, მეორედ აღარ ვიზამ გავასწორებ და ხალხი ხო პატივს ხსებს. ხო განგე ესე განგებარ მოგვიდა. თუ ამას ფარავ, მაშინ შენ სამ შეცდომისკენ ამ დანაშაულის ნაწილი ხდება. ამიტომ და ჩვენი თავი პოლიტიკური პრობლემა რა იყო და შეცდომა. ჩვენ თავიდან მქონდა ნულოვანი დანაშაულის და ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა, სადაც 2-3 წლის წინ ეს უნდა გავაუქმებია. მე ამას ხშირად ვფიქრობ ამაზე და როგორ ჩავაწყნარა სიტუაცია, არ იყო საჭირო აი ჯინა და გავაგზავნოთ და გაივსო ციხეები და ავედით 23,000. ძალიან ცუდი იყო. სხვაჭროს გუში დახურეს კრიტი და ისე გავაცო რომ ამაგერაც გაკეთდა რომ კრიტი დახურეს ამათ კი არა მე და ჩვენ დავხურეთ, იმიტომ ავშეთ ახალი ციხეები და ჩვენი გეგმით გრაფიკით დაიხურა ცოტა უფრო გვიან ვიდრე უნდა დახურულიყო სხვაჭროს. დეკემბერში უკვე დახურულიყო. მაგრამ 23,000 ბევრი იყო. მაგრამ ეხლა ჩამოვიდით 10-ზე. ბოლოს 12-ზე და ჩამოდივართ 9-ზე. ძალიან სახიფათო ზღვარია უკვე. იმიტომ რომ თუ ამას ეს ხალხი დასაქმებული ხონდა იყოს, გადის გარეთ, ვინ აჭმევს, ვინ ასხმევს, რა პერსპექტივა აქვს, სამუშაო ადგილები პირიქით შემცირდა, ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა, გადამზადების ცენტრები მათთვის არ არის. სად უშვებ ამ ხალხს? ხო იმან რაღაცით უნდა ირჩინოს თავი, ხო? სხვა თუ არაფერს თავი დაველებოთ, ხო ზოგიერთი ირჩეს თავს დარბის და ვიღაც დეპუტატებს კვებს ესურს, მაგრამ ყველა ხო არ ირჩეს ამით თავს ვიღაცამ მართლა და ხშირ შემთხვევაში ამას სხვა არაფერს შენ არ ირჩენ, თუ არა საპულის ამოცლა, იმის ჩაჭრა ჩანთის და სახში შევარდნა და ასე. ბატონებო და ბატონებო. იმედი მაქვს, ყოველ ჩვენგანს ესმის თუ რამდენად უნიკალური შანსი გვეძლევა. ვაჩინოთ ქართულ ხალხს და მთელ მსოფლიოს, რომ ყველას გვამოძრავებს დემოკრატიული პრინციპები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო. ეს არის ერთობლივი განხილვის, დებატების და საქმის კეთების დროს. ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ პროცესებში მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მე პირადად შევთავაზე თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა. როგორც პირადად ჩემი, ისე უშუალობის საბჭოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის მხრიდანაც. ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვენ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებები. სურს მომსახურო ქართველ ერთს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვითანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის უმაღლესი ინტერესი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას. იმ ადამიანებზე ვაღლა, ვინც ახლა ამ დარბაზში იმყოფებით. ყველას მოგიწოდებთ, კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერესს, რადგან ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. მონტესკიე წერდა, თუ კი ქვეყანაში ერთდროულად ეთანხმება ყველა მთავრობასა და ერთმანეთსაც. ეს სახელმწიფო აღარ არის, ეს უკვე სასაფლაოა. ჩემო ძვირფასებო, საქართველო ნამდვილად არ იქნება არასდროს სასაფლაო. ეს ჩვენი ქვეყანა არის სიცოცხლის სავსე ადგილი, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის და კრიტიკის გამოთქმის არა მარტო უფლება, არამედ ძლიერი ნებაც. კონდეს განსხვავებული აზრის კულტურა. ეს არის ჩვენი დემოკრატიის სოციალური ბაზისი. ეს არის კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის პატივისცემა.